საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს 10 სკოლიდან სწავლა სხვა სკოლის შენობაში მოუწევთ, ნაწილს მეორე ცვლაშიც კი. მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ სკოლებში რემონტის დასრულება დროულად ვერ მოახერხა. შორმანძილზე სიარული და გაკვეთილების გვიან დასრულება არის ის მიზეზები, რის გამოც მოსწავლეები და მათი მშობლები პროტესტს გეგმავენ. სასწავლო პროცესი საქართველოში ერთ კვირაში იწყება. ნატა ჭელიშვილი ესაუბრა მშობლებს, ის მოგვიყვება მეც მათი უკმაყოფილების და დაგეგმილი პროტესტის შესახებ. ლუკა, პირველ რიგში გეტყვი იმას, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით 165 საჯარო სკოლასთან, სადაც წესით სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე უნდა იყოს დასრულებული, თუმცა როგორც ხედავთ, სარემონტო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ეს დედაქალაქის მასშტაბით არ არის ერთადერთი სკოლა, სადაც დროში გაიწელა სარეაბილიტაციო სამუშაოები, განსაკუთრებით მძიმე ვითარება დაგხვდა დადიანის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე სკოლის ტერიტორია, სადაც სკოლა უკვე დანგრეული არის ნაგავსაყრელად ქცეული და საპარკინგო სივრცეებად და იქ მშენებლობაც კი ჯერ არ დაწყებულა. რაც შეეხება მშობლებს, ისინი ამბობენ, რომ წლებია ასეთ პირობებში უწევთ შვილების სკოლაში მიყვანა, ამბობენ, რომ ეს მათთვის და პირველ რიგში მათი შვილებისთვის არის დისკომფორტი, როგორც მშობლები განმარტავენ. შემცირებულია ასევე საგაკვეთილო პროცესები და ნაცვლად 45 წუთისა ბავშვების გაკვეთილები უტარდებათ 30 წუთი. ასევე მშობლები ამბობენ, რომ ხშირად გადანაწილების დროს ბავშვები ნაწილდებიან იმ სკოლებში, რომლებიც მათი სახლისგან არის მოშორებით და როგორც თავად ამბობენ, ესეც ერთგვარად არის დისკომფორტი მათთვის. სწორედ ამიტომ ამ სკოლის მშობლები გეგმავენ, რომ ხვალ აქცია გამართონ და ისინი მოითხოვენ კონკრეტულ ვადებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დასრულდება თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ მეოთხე სკოლაში ვიყავით, მაგრამ ეხლა მეორეში გვიწევს სიარული და მეორე სმენა ვართ, ვერაფერს ვერ ვასწრებთ. იმიტომ რომ სხვა სკოლის გარდა ბავშვს სხვა რაღაცებიც ხო უნდა რა, სხვადასხვა წრეებზე, თუნდაც ინგლისურია, მათემატიკა, ცეკვა, რაღაცა. მარტო სკოლა ხო არ არის, რაღაც განვითარებული წრე გვინდა და ვერ ვახერხებთ ამის გამო, რომ მეორე სმენა ვართ და ძალიან გვიან გვიმთავრდება. რომ დავშევედით პირველ კლასში, ჩვენ არ ვიცოდით თუ ეს სკოლა რემონტში იყო და მე რო გითხრეს რომ რემონტშია, მეორე სემესტრიდან გადახვალთ თქვენ სკოლაში, მანამდე უნდა იაროთ 55-ში. ხო კარგი, გადავალთ მეორე სემესტრიდან და დავთანხმდით. ერთი წელი გავიდა ისე, არსად არ გადავსულართ. მიყავით მისული სკოლაში, დირექტორსაც ვესაუბრეთ, იქ მუშებსაც, იმათმაც ახლა წელსო ვერ მოესწრო და მეორე კლასიდან უკვე თავიანთ სკოლებში იქნებიან ბავშვებიო, დაიწყო მეორე კლასი და ეხა ისევ ერთი წელი იწელება სავარაუდოდ და როდემდე უნდა იარონ ამ ბავშვებმა სხვის სკოლაში, ესე იგი არც სპორტზე დავყავს, ვერსად დავყავს. სამის ნახევარზე რომ შევა ბავშვი გაკვეთილზე დაღლილი ფაქტიურად. 18 საათსა და 40 წუთზე რომ გამოვა, რას ველოდებით ამ თაობისგან. დირექტორები რომ გესწრებიან კრებაზე ამ პროტესტის მუხტის დასაგდებად და გამიზნულად. არიცით საბუთები ხელში გვიჭირავს ფრაზით, რომ მანიპულირებენ თქვენზე, მე უნდა გიხსნიდეთ ამას. ერთ შულს რომ ერთ სკოლაში ატარებდა მეორეს სხვა სკოლაში. ერთს რომ 2-ზე ეწყება და მეორეს 3-ზე. ეგ მოსულა? ტყუილი მანამდე გაგრძელდება, სანამ ჩვენ მივცემთ უფლებას. მოგესალმებით ყველას, მე პირადად ვარ მე-11 სკოლის დირექტორი და არასდროს ჩემი არ შეშინებია მშობელს და არც არასდროს დამიტოვებია ვინმეს კითხვა უპასუხოთ. ეს სოციალური ქსელი იქნება თუ პირადი შეხვედრა. მესმის თქვენი და ვიცი რომ ძალიან რთული წლები გავიარეთ ერთად, რადგან არც ჩვენ ვართ კარგ მდგომარეობაში. თუმცა მოლოდინი რომ ახალი სკოლა გვექნება ეს გვაძლიერებს. მე-11 სკოლის მშენებლობა ოქტომბრის თვეში დაიწყება და 2025 წელს ჩაგვბარდება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ასევე ყველა სკოლა აშენდება ამ ვადებში. ორ დირექტორს შორის არ უნდა წყდებოდეს ჩვენი შვილების ბედი. ხდება ჩვენი შვილების უფლებების დარღვევა და არაჯანსაღ გარემოში განათლების მიღება. რისთვის ვართ მშობელთა კომიტეტი თუ არაფერი გვეკითხება. ჩვენ შვილებს თუ არ დაიცავენ, არც ეგეთი დირექტორი, არც ეგეთი დამრიგებელი და მასწავლებელი მინდა. ყველა მოვიდეს გონს და დადგეს ბავშვების გვერდით. მართლა არავის არ ადარდებს, ყველა ჩუმად არის, ძალიან მიკვირს. 14 საათსა და 30 წუთზე კიდევ რა უჭირს, 15 საათსა და 10 წუთზე იწყებენ ზოგიერთ სკოლაში სწავლას და პირველ და მეორე კლასელები 15 საათსა და 50 წუთზე დაიწყებენ. ამაზე რა სიტყვით? საშინელებაა მეორე სმენა, თან 30 წუთიანი გაკვეთილი. გზაში იმდენ დროს კარგავენ. გადაღლილი ბავშვი სახლში რა დროს შემოდის, მეცადინეობა ხომ უნდათ.
საშინელებაა ნამდვილად. ორი დადის სკოლაში, ერთი მე-11 სკოლის მოსწავლეა, მეორე მე-14 სკოლის. შემდეგ ვერ ვასწრებთ ვერსად სიარულს და დაღლილს აღარ უნდა მეცადინეობა. საშინელი სიტუაციაა ყველა სკოლებში. არც შენდება და კიდევ როდემდე აგვიხვევენ თვალებს. როგორც უკვე გითხარით, 165 საჯარო სკოლის მშობლებს ხვალ აქცია აქვს დაგეგმილი, ასევე აქცია იგეგმება 15 სექტემბერს მე-4 საჯარო სკოლის მშობლების მხრიდანაც. განათლების სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ყველა მოსწავლე, ყველა იმ სკოლის მოსწავლე, სადაც რეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, უზრუნველყოფილია შესაბამისი სკოლებით და განათლებას სწორედ სხვა სკოლებში იღებენ. როგორც უკვე გითხარით, არაერთი სკოლა არის, სადაც სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები თავის დროზე ვერ დასრულდა ანალოგიური პრობლემის წინაშე დედაქალაქის მსგავსად დგას რეგიონებიც.